ვიდეო ჩავწერე, რამდენად არ არის უსაფრთხო ლოს-ანჯელესში ცხოვრება ზოგადად, მით უმეტეს ქალისთვის და უბრალოდ მოვყავი, რომ რა უნდა მცოდნა და ლოს-ანჯელესში გადმოსვლამდე და კომენტარებში ვიღაც კაცები მიმტკიცებენ, რომ ალბათ ლოს-ანჯელესში არ ვარ და სადმე სხვაგან ვარ, იმიტომ რომ აქ ესეთი მდგომარეობა არ არის. კლასიკური mansplaining თუ გაინტერესებთ, არის ეს კომენტარები ჩემი აზრით. მაგრამ მინდოდა დავკონკრეტებულიყავი მაინც მაგ ადამიანებისთვის ქალების და კაცების გამოცდილება ზოგადად ძალიან განსხვავდება. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ ქვეყანაში თავს კაცებისთვის არის ძალიან განსხვავებული, ქალებისთვის არის ძალიან განსხვავებული. მაგალითს გეტყვით, გუშინ ვიყავი ავტობუსით წავედი სადღაც და შემიშალა გზა. და საერთოდ სხვა ადგილას ჩამომსვა რა, რაც მოშორებით იყო, დაახლოებით 20 წუთი ვიყო ჩემი სახლიდან და ფიქრობდი, რომ მეთქი აი რა ვიღო ამ ფეხით ხوار გავიდან ავტობუსით წავალ მეთქი ისე უკან სადაც უნდა მივიდა. და მომიწია რომ ტაქსი გამიმეძახებინა და ტაქსით მისულიყავი სახლამდე, იმიტომ რომ ვიღაც კაცი უბრალოდ რო დამინახა რომ მარტო ვიყავი, აი მართლა ალბათ 1-10 წუთის განმავლობაში ჩემ წინას დადიოდა და წრეებს მარტყოდა და აი ორ წამში ერთხელ იყურებოდა ჩემკენ და მაკვირდებოდა. ანუ აი ეგეთ შემთხვევა მაგალითად კაცი თუ ხარ შემიძლია გარანტია მოგცე რომ არ გექნება. ეგეთ შემთხვევა მაგალითად ქუჩაში. იმიტომ რომ არავინ არ აკეთებნება ესა და არავინ ესე ობსესიურად ყურებას არ დაგიწყებს, მაგრამ ქალი თუ ხარ და თუ შეამჩნია რომ ვიღაც ესე ობსესიურად გაკურდება და შენ გარშემო დადის და არსად არ მიდის და ორ წამში ერთხელ გიყურებს, უკვე იცი რომ უსაფრთხო საერთოდ არ არის შენი ყოფნა და ჯობია რომ ზედმეტი გადაიხადო და ტაქსით წახვიდე სახლში. ხო და ძალიან გთხოვთ კაცები, ნუ ამიხსნით და ნუ მასწავლით იმას ქალისთვის რამდენად უსაფრთხო არის აქ თუ იქ ცხოვრება, როცა მსგავსი გამოცდილება საერთოდ არ გაქვთ და არც იცით საერთოდ რაზე ვლაპარაკობ.